დღეისათვის მსოფლიოში მილიარდერთა რაოდენობა 1000-ს აღემატება და მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსაკუთრებული გონებით უნდა გამოირჩეოდნენ, მათი უმეტესობა ხანდახან საკმაოდ უცნაურ გადაწყვეტილებებს იღებს. ზოგიერთი მათგანი ოქროთი და ბრილიანტებით მორთულ აიფონებს ყიდულობს, ნაწილი კი დიდი ზომის სახლებს იშენებს. ამ ეპიზოდში მოგიყვებით, თუ რაში ხარჯავენ ფულს მილიარდერები. ლავი პალმერი ავსტრალიელი ბიზნესმენი, ყოფილი პოლიტიკოსი და პოეტია. ის ერთ-ერთ უმსხვილეს რკინისა და ნახშირის მომპოვებელ კომპანიას ფლობს. 2013 წლისთვის მისი კაპიტალი $1.5 შეადგენდა. იმავე წელს პალმერმა განაცხადა, რომ ის ტიტანიკის სუსტი ასლის შექმნას აპირებდა, რომელსაც მეორე ტიტანიკს დაარქმევდა. ამ პროექტის ღირებულება $600 მილიონი უნდა ყოფილიყო. ახალი გემის ერთადერთი განსხვავება ის იქნებოდა, რომ ამჯერად მასზე უსაფრთხოების ყველა ნორმას დაიცავდნენ, ხოლო ბორტზე საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავი განთავსდებოდა. გემის მშენებლობა წესით 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ის ჯერ 2018 წლისთვის, შემდეგ 2022 წლისთვის, საბოლოოდ კი განუსაზღვრელი ვადით გადაიტანეს. პროექტი ტიტანიკზე დაღუპული ადამიანების ხსოვნას ეძღვნება. სტივენ კოენი, ამერიკელი ინვესტორი, ჰედჯ-ფონდების მენეჯერი და ფილანტროპია. ის დაახლოებით 14 მილიარდს ფლობს, მაგრამ წარმოუდგენელი სიმდიდრის მიუხედავად, მან ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უცნაური რამ შეიძინა. ცოცხალ ორგანიზმში ფიზიკური სიკვდილის შეუძლებლობა. სწორედ ასე უწოდებენ დემიენ ჰორსტის მიერ 1991 წელს შექმნილ ხელოვნების ნიმუშს. ის დიდი ზომის რეზერვუარს წარმოადგენს, რომელშიც ვეფხვისებრი ზვიგენის გვამია მოთავსებული. ხელოვნების ეს ნიმუში კოენმა 2004 წელს შეიძინა. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ეს შენაძენი კოენს 8-დან $12 მილიონამდე დაუჯდა. რამდენიმე წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელოვანმა ზვიგენის გვამის შესანახად არასწორი ქიმიური ხსნარი გამოიყენა. ამიტომაც მან ლპობა დაიწყო, მაგრამ კოენი ამ ფაქტს არ შეუშინებია. მან ძველი ზვიგენი ახლით შესვალა, ხოლო რეზერვუარში უფრო მეტად ეფექტური ქიმიური ხსნარი ჩაასხა. ალბათ ადამიანს, რომელიც წელიწადში დაახლოებით $2 მილიარდ გამოიმუშავებს, ახალი ზვიგენის შოვნა არ გაუჭირდებოდა. ჰავაის კუნძულებზე დასვენება უამრავი ადამიანის ოცნება, მაგრამ ლარი ელისონმა, რომელიც $64 მილიარდი კაპიტალს ფლობდა, გადაწყვიტა, რომ მას საკუთარი კუნძული უნდა ჰქონოდა. 2018 წელს ჟურნალმა Forbes-მა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში ელისონს მერვე ადგილი მიანიჭა. ამიტომაც არავის გაჰკვირვებია, რომ მან ჰავაის ერთ-ერთი კუნძულის 97% შეიძინა. ლარიმ კუნძულში $300 მილიონი გადაიხადა. გარდა ამისა, მან კუნძულზე აეროპორტიც ააშენა, რათა მას საკუთარი კუნძულიდან ჰავაის სხვა კუნძულებზე გადასვლა მარტივად შესაძლებოდა. დღეისათვის კუნძულზე 3000 ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მათთვის კუნძულის უდიდესი ნაწილი დახურულია. ლარი ელისონი ერთადერთი მდიდარი ადამიანი არ ყოფილა, რომელმაც კუნძული იყიდა. შეიხმა ჰამად ბინ ალ ნაჰიანმა, რომელიც ემირატების მმართველი დინასტიის წევრია, კუნძული მხოლოდ იმიტომ შეიძინა, რომ მასზე საკუთარი სახელი დაეწერა. 2010 წელს წარწერის დანახვა Google-ის სატელიტებიდან იყო შესაძლებელი. პირველ და ბოლო ასოს შორის მანძილი 3 კილომეტრს, ხოლო ასოების სიმაღლე 1 კილომეტრს შეადგენდა. შეიხმა ივარაუდა, რომ ზღვის წყალს მისი სახელის გადარეცხვა შეეძლო. ამიტომაც მან ასოები არ ხადაქცია, სადაც წყალი მუდმივად გადიოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ამაც ეს იდეა აღარ მოსწონდა. ამიტომაც მან წარწერა ქვიშით ამოავსო. ბრუნეის სულთანმა სოფლიოში სახელი ძვირად ღირებული ავტომობილების კოლექციით გაითქვა. 2008 წლისთვის ჟურნალი Forbes-ის მიხედვით სულთანის კაპიტალი $20 მილიარდ შეადგენდა. მის კოლექციაში დაახლოებით 5000-მდე სხვადასხვა მარკის ავტომობილია, დაწყებული Ferrari-დან დამთავრებული Rolls-Royce-ით. ამ ავტომობილთა უმეტესობა სულთანს არასდროს გამოუყენებია. მათი მდგომარეობა კი ცხელი და მშრალი კლიმატის გამო მუდმივად უარესდება. ბრუნეის სულთანს 9 ცალი McLaren F1 ჰყავს. მხოლოდ ერთი ასეთი ავტომობილის ღირებულება $20 მილიონი. გარდა ამისა, მისი ერთ-ერთი Rolls-Royce 24 კარატიანი ოქროთია მორთული. ალბათ ყველასათვის ბილ გეიტსის სახელი სიმდიდრესთან ასოცირდება. დღეისათვის მისი კაპიტალი $106 მილიარდ შეადგენს. ალბათ დაგაინტერესებთ, თუ რას აკეთებს ის ადამიანი, რომელსაც ზედმეტი ფული აქვს. ის $80 მილიონ დიდი ზომის მიწის ნაკვეთში იხდის, რადგანაც მას საკუთარი ქალაქის აშენება აქვს გადაწყვეტილი. იგი ეგმება, რომ ქალაქი ჭკვიანი მოწყობილობებით იქნება აღჭურვილი, რაც მოსახლეობას ცხოვრებას ბევრად გაუმარტივებს. Amazonis დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპია, რომელმაც რამდენჯერმე მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის წოდება. მისი კაპიტალი დღეისათვის $232 მილიარდ შეადგენს. ბეზოსი Amazonis გარდა უამრავი პროექტის ავტორიცაა, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ მან $42 მილიონი იმ საათში გადაიხადა, რომელმაც 10000 წელი უნდა იმუშაოს. 150 მეტრის სიმაღლის საათი ტეხასის დასავლეთით მდებარე მთებში დგას. ის ტემპერატურული ციკლის ცვლის ხარჯზე მუშაობს. ბეზოსის თქმით, საათი ადამიანის შთამბეჭდავი აზროვნების სიმბოლოა. გარდა ამისა, მომავლის ადამიანებს ეცოდინებათ, რომ წინაპრები მათზე ზრუნავდნენ.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეპ მუსიკის შემსრულებლებს ოქროს ნივთები განსაკუთრებულად უყვართ, მაგრამ დროსთან ერთად მათ ოქროს გამოყენება საკმაოდ უცნაურ ადგილებში დაიწყეს. მაგალითად, ამერიკელმა რეპერმა ბრაიან უილიამსმა, რომლის ფსევდონიმიცაა Birdman, საკუთარ სახლში ოქროს უნიტაზის დადგმა გადაწყვიტა. ეს შენაძენი მას დაახლოებით $1 მილიონი დაუჯდა. სახლი, რომელშიც მსგავს უცნაურ ნივთს ნახავთ, $13 მილიონი ღირს. ცნობილია, რომ სახლში 2 ღვინის მარანი, რამდენიმე აუზი, კინოთეატრი და მრავალი ძვირფასი ნივთია. Forbes-ის მიხედვით, უილიამსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეპერია, მაგრამ ოქროსადმი სიყვარული მხოლოდ რეპერებს არ ახასიათებთ. ამ ოქროს უნიტაზის ღირებულება $6 მილიონი. ის იტალიელმა ხელოვანმა მაურიციო კატელანმა 2016 წელს დაამზადა. ექსპონანტი თავდაპირველად ნიუ-იორკის მუზეუმს ამშვენებდა. მისი გამოყენება კი ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მუზეუმის თანამშრომლების თქმით, გამოფენის დროს უნიტაზი დაახლოებით 100,000 ადამიანმა გამოიყენა. 2019 წლის სექტემბერში ნივთი დიდ ბრიტანეთში გადაიტანეს და ის ახლა უკვე უინსტონ ჩერჩილის ყოფილ რეზიდენციას ამშვენებდა, მაგრამ მალევე ნივთი ვიღაცამ მოიპარა. რას იყიდის პირველ რიგში ის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს. რა თქმა უნდა იახტას, რადგანაც ამ შენაძენით მას განმარტოება და ქვეყნებს შორის მარტივად გადაადგილება შეეძლება. ამ იახტის ღირებულება $160 მილიონი და მისი მფლობელი Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენია. 92 მეტრის სიგრძის ხომალდს ევროპის სხვადასხვა პორტში ხშირად ხედავენ. კიდევ ერთი ძვირად ღირებული იახტა რაისინგია, რომელიც ამერიკელ პროდიუსერს დევიდ ჰეფენს ეკუთვნის. მისი საწყისი ღირებულება $200 მილიონს შეადგენდა, მაგრამ დღეისათვის 138 მეტრიანი საზღვაო ტრანსპორტის ფასი $300 მილიონამდე გაიზარდა. აი ეს 152 მეტრიანი იახტა კი ცნობილი არა მხოლოდ მისი ზომით, არამედ უჩვეულო დიზაინითაცაა. ხომალდი რუს მილიარდელს ანდრეი მელნიჩენკოს ეკუთვნის, რომლის კაპიტალის $14 მილიარდი. ბიზნესმენმა იახტაში $480 მილიონი გადაიხადა. ეს კი იახტა სერინია, რომელიც საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ იბნ სალმანს ეკუთვნის. იახტა დაახლოებით $500 მილიონამდე ღირს. თუ პრესას დაუჯერებთ, ხომალდზე მრავალი ძვირფასი ნივთია, მაგალითად ლეონარდო და ვინჩის სამყაროს მხსნელი, რომელიც 2017 წელს აუქციონზე $450 მილიონ გაიყიდა. რუსი მილიარდერის რომან აბრამოვიჩის ფავორიტი იახტა კი ეკლიფსია, რომელიც ყველაზე ძვირად ღირებული იახტების რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს. 162 მეტრის სიგრძის იახტის თავდაპირველი ღირებულება $590 მილიონი იყო, მაგრამ ზოგიერთი ფიქრობს, რომ დღეისათვის მისი ფასი $1.5 მილიარდს აღემატება. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული იახტა კი კიდევ ერთ რუს მილიარდერს, ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის. მისი ღირებულება $600 მილიონიდან $1 მილიარდამდე მერყეობს. უძრავი ქონება ინვესტიციისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, მაგრამ ეს შენობა სხვა სახლებისგან საკმაოდ გამოირჩევა. შენობის სახელი ანტილია და ის მუმბაის ცენტრში მდებარეობს. წარმოიდგინეთ 37,000 კვადრატული მეტრი და 27 სართული, რომელიც სიმაღლის მხრივ სტანდარტული 60 სართულიანი შენობის მსგავსია. ყველაფერი ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს, მუკეშ ამბანის ეკუთვნის. ის ყველაზე მდიდარ ადამიანად არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ აზიაშიც ითვლება. ანტილია სოფლიოში ყველაზე დიდი კერძო სახლია. შენობას საკუთარი პარკინგიც აქვს, სადაც 160 ავტომობილი ეტევა. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახლის მშენებლობა $100 მილიონი დაჯდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ უძრავი ქონების ფასი ყოველწლიურად იზრდება, დღეისათვის მისი ღირებულება $2 მილიარდს აღემატება. ფილანტროპი და ინვესტორი ნიკოლას ბერგრუენი კერძო საინვესტიციო ფონდის ბერგრუენ ჰოლდინგის დამაარსებელია. დღეისათვის Forbes-ის მიხედვით მისი კაპიტალი $2 მილიარდ შეადგენს. სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით, ნიკოლასმა სახელი არა წარმოუდგენელი ნივთების შეძენით, არამედ იმით გაითქვა, რომ მას საკუთარი სახლი არ აქვს. გაზეთებმა ნიკოლას სუსახლკარო მილიარდერი შეარქვეს. მრავალი წლის განმავლობაში ის საკუთარი თვითმფრინავით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ნიკოლასმა ოჯახი შექმნა, მან ასეთ ცხოვრებაზე უარი თქვა. საინტერესო კი ისაა, რომ მას კაპიტალის დიდი ნაწილი უძრავ ქონებაში აქვს დაბანდებული. თუ მოგეწონათ ვიდეო, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, რადგანაც წინ კიდევ მრავალი საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ.